უნივერსალური ლიდერი, რომ მხოლოდ მისი პოლიტიკური ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობა არის გარანტი, რომ საქართველოს თავის სტრატეგიულ გეზს, პროდასავლურს, დემოკრატიულს არ შეიცვლის, ეს არის მისი სისუსტე. რადგან ერთ კაცზე, ერთ პოლიტიკურ ძალაზე ჩამოკიდებული პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს იქნება მყარი და სტაბილური. ქვეყანაში უნდა იყოს რამდენიმე ძლიერი სოციალური ბაზის და მხარდაჭერის მქონე გამოკვეთილი პოლიტიკური პლატფორმისა და იდეოლოგიის განვითარებული პოლიტიკური პარტიული ინფრასტრუქტურის მქონე პოლიტიკური ძალა იმისთვის, რომ საქართველოს შედგეს როგორც ძლიერი, მყარი, სტაბილური პოლიტიკური დემოკრატია. ეს არის ჩემი აზრი და წინადადება, რასაც მე ხშირად ვიმეორებ, რისკენ პრეზიდენტ სააკაშვილსაც მოუწოდებ და მათ შორის მის მხარდამჭერებსაც, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს არის, ხვალ შეიძლება აღარ იყოს. როგორც პრეზიდენტი და პირველი პირი. ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. მე დასაწყისში, როცა ჩვენ ვსაუბრობდით, რა განსხვავება არის ქრისტიან-დემოკრატ ამომრჩეველსა და სხვების ამომრჩეველებს შორის, ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ჩემთვის არის აბსოლუტურად ნათელი. ქრისტიან-დემოკრატი ამომრჩეველი არ არის კერპთაყვანის მცემელი. ქრისტიან-დემოკრატი ამომრჩეველი ყველა პოლიტიკური პროცესს, დამოკიდებულებას პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიმართ, როგორც მისი უწმინდესობა ხშირად გვიმეორებს ხოლმე, გონიერი თვალით უცქერის. მისთვის მხოლოდ ემოცია, ან მხოლოდ რაციონალიზმი არ არის სწორი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება. გონიერი თვალით მიმღები გადაწყვეტილების მიმღები არის ქრისტიან-დემოკრატი ამომრჩეველი და მე მიმაჩნია, რომ ძირითადად სწორედ არსობრივად, თვისობრივად ეს განასხვავებს მას იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ახალ-ახალი კერპებისა და მესიების დევნაში არიან, შემდეგ იმედგაცრუება, შემდეგ დიდი დეპრესია და ის, რაც უნდა ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებას. თქვენ მე მკითხეთ განხილვების დროს ისმოდა კრიტიკა და დღესაც ისმის ცალკეული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. სიმართლე გითხრათ, მათ რაციონალიზმში, გონიერებაში კიდევ ერთხელ შემეპარა ეჭვი. კიდევ ერთხელ შემეპარა ეჭვი ამ პოლიტიკური პარტიების რაციონალიზმსა და გონიერებაში. და რატომ? იმ პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების ინტერესი, რომლებიც საზოგადოებას უკვე ღიად საჯაროდ ჩვენსავით ეუბნებიან, რომ მხოლოდ არჩევნების მეშვეობით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება საქართველოში, მდგომარეობს იმაში, რომ ხალხს გაუჩინოთ ინტერესი და ნდობა პოლიტიკური პროცესებისადმი და არჩევნებში მონაწილეობისადმი. ნიჰილიზმი კი არ დავნერგოთ, უიმედობისკენ კი არ უბიძგოთ ამ ხალხს და უთხრათ, რომ არაფერი არ შეცვლილა, ეს საარჩევნო კოდექსი უარესია, ეს საარჩევნო პოლიტიკური სისტემა იმაზე უარესია. მაშინ ამიხსნას ვინმემ რატო უნდა მივიდეს არჩევნებზე მისი ამომრჩეველი. ის ამომრჩეველი ან გულს აიცრუებს, ან მივა და ყველას გადახაზავს და დაწერს რაღაცა შეუკურთხებს, როგორც პუტინს უკურთხებდნენ არჩევნების დროს ბიულეტენებზე წარწერით. ანუ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ლიდერის პარტიის, რომელიც არჩევნების მეშვეობით ცდილობს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ერთპარტიული მმართველობის დამთავრებას საქართველოში, პირიქით დღეს უნდა საუბრობდეს იმაზე, ობიექტურადაც აფასებდეს სიტუაციას და ხალხს ეუბნებოდეს, რომ მივახციეთ უკვე გარკვეულ შედეგებს. გვექნება 3 კომისია, რომელიც საარჩევნო სიების გამოსწორება შეუწყობს ხელს და გაწმენს ამ სიებს არისულებისაგანაც და სხვა პრობლემებისაგანაც. იმუშავებს მონიტორინგის კომისია, რომელიც მედია სივრცეს გააკონტროლებს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში პლურალიზმს სატელევიზიო ეთერში, მოსახლეობამდე ჩვენი შეტყობინებების, ჩვენი შეხედულებების მიტანას. იმუშავებს სპეციალური კომისია უკვე სახელმწიფო დონეზე, რომელიც გააკონტროლებს და ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ადგილებზე პოლიციის თუ სხვა სამართალდამცავი ორგანოების თავნებობაზე, მოსახლეობის ჩაგვრაზე, საარჩევნო უფლების გამოყენებას ძალადობაზე. ეს არის ის, რაზეც უნდა ვესაუბროთ ჩვენს მოსახლეობას და უთხრათ, რომ დღეს ჩვენ რეალურად მივიღეთ უკეთესი საარჩევნო გარემო და მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ყველა აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ამას. მხოლოდ წყევლა, მხოლოდ ბრალდებები არ არის გამოსავალი. როცა ჩვენ შევდიოდით პარლამენტში, პირადად მე პირველივე ფრაზა, რომელიც თქვი და რომელიც გამოხატავს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ტაქტიკისა და სტრატეგიის ძირითად არსს, მდგომარეობს ძველ ქრისტიანულ გამონათქვამში. ნაცვლად იმისა, რომ მუდამ წყევლო წვდიადი, ერთი სანთელი მაინც აანთე. ჩვენ ერთის ნაცვლად ძალიან ბევრი სანთელი დავანთეთ და ამ სანთლების მეშვეობით დღეს მათ შორის საარჩევნო სისტემა და გარემო იმაზე გაცილებით მეტად არის განათებული, ვიდრე იყო წლების წინ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ
მომავალი არჩევნების შედეგადაც ქრისტიან-დემოკრატია ამომრჩეველის აქტიურობის შედეგად, სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქტიურობის შედეგად ჩვენ მივიღებთ დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემას და პარლამენტს, სადაც ოპოზიციური აზრი, სადაც საღი აზრი უფრო ანგარიშგასაწევი იქნება, ვიდრე ეს იყო და არის ჯერჯერობით მოქმედ პარლამენტში. ბატონ გიორგი, მას შემდეგ რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, ხშირად ისმის შეფასებები, იგივე მრჩეველთა საბჭოს მხრიდან, ექსპერტების მხრიდან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ არიან შეკრებილნი, რომ მესამე პოლიტიკური ძალისთვის, ან მესამე პოლუსისთვის მომავალ არჩევნებზე ადგილი აღარ იქნება. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლოთ იგივე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ბარიერის გადალახვას და არსებობს თუ არა მესამე პოლუსი? თუ აპირებთ ამასთანავე ვინმესთან კოალიციაში შესვლას? ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ეს უკვე შეძლო. მე მეცაც გეტყვით. არათუ სამ სუბიექტიანი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პარლამენტი მინიმუმ 4, შეიძლება 5 სუბიექტიანიც კი იყოს. რა თქმა უნდა, ის ელექტორალური რესურსი, რომელიც დღეს გამოიკვეთა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებისათვის, უპირატესობას ორ პოლიტიკურ მოთამაშეს მიანიჭებს. მაგრამ როგორ იქნება ბალანსი, ამაზე ლაპარაკი დღეს ძალიან ადრე, 1 წელი არის არჩევნები და ბევრი ისეთი სიურპრიზის მომსწრენი გახვდით უკვე ამ 1 თვის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ გავხვდებით კიდევ მომავალში, რომ შეიძლება სურათი კიდევ თვისობრივად შეიცვალოს. უშუალოდ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პერსპექტივასთან დაკავშირებით აქ პასუხი უკვე არსებობს მიმდინარე კვლევების მიხედვით. ჩვენ ვართ უკვე პარლამენტში. ჩვენი ამოცანა არ არის პარლამენტში მოხვედრა. ჩვენი ამოცანა არის მთლიანობაში საქართველოს პარლამენტი ისეთი პოლიტიკური ძალებით დაკომპლექტდეს, რომ თანამშრომლობის, ერთმანეთთან დიალოგის, შეთანხმებების მიღწევის მეშვეობით შესაძლებელი იყოს ქვეყნისთვის უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება. ბატონო? კოალიციას თუ გამორიცხავთ არჩევნების? ჯერჯერობით ეს საკითხი ჩვენთვის აქტუალური არ არის. ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგზე აქვს ყველაზე მყარი რესურსი, ჩვენი საბაზისო მხარდამჭერთა ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია ამ ეტაპზე ჩვენს წინაშე არსებული პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რესურსი მომავალი არჩევნებისთვის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან საშუალო ფენის აზროვნების წესისთვის დამახასიათებელი ადამიანების რაოდენობა ამ ქვეყანაში იზრდება. ესე იგი ავტომატურად იზრდება ქრისტიან-დემოკრატების პოტენციურ მხარდამჭერთა რაოდენობა. თქვენი მხარდამჭერების რაოდენობა გასაგები, ასევე გარკვეული არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა რაოდენობა, მხარდამჭერთა პოზიცია უფრო სწორედ რომ არჩევნებისთვის ნაციონალურ მოძრაობას დაუშვათ რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. რამდენად მივლენ არჩევნებზე ის ერთობა ისეთივე მყარად, რომელიც იკრიბება ახლა შეკრებილების როგორ ფიქრობთ? რამდენ შეინარჩუნებს სიმყარეს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია? შეფასებების კეთება რა კრიტერიუმების მიხედვით იკვრება ეს ერთობა, ხო? ძალიან უცნაური პროცესებისა და მოვლენების მომსწრენი ვართ, როდესაც ფაქტობრივად პარტიის ლიდერები უარს ამბობენ პარტიაზე და სიაში ადგილის მოსაპოვებლად პარლამენტში მოსახვედრად ყოველგვარ პოლიტიკურ ამბიციას, პარტიულ ამბიციას, რა ჯანსაღი უნდა იყოს, რადგან თუ პარტია არსებობს იმისთვის, რომ ამ პარტიას რაღაცა აქვს თავისი სათქმელი, თორე წინამდეგ შემთხვევაში რაღაც ქმნიდი მაშინ ამ პარტიას. მარტივი კითხვა მაქვს, ხო? დამოკიდებულება ასეთი პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიებისადმი არის სრულიად მკაცრად რაციონალური, რასაც ვატყობ, რადგან ამ პოლიტიკური ერთობის ერთ-ერთმა წევრმა როცა მას კითხეს, აი რატომ შემოიყვანეთ მაგალითად იგივე ბატონი ზვია ძიძიგური ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თქვა, რომ იცით ეს არის ერთ-ერთი პარტია, რომელსაც აქვს საარჩევნო კომისიაში წევრები. მე ისედაც ხვდებოდი, რომ ეს ამის გამო კეთდებოდა. მაგრამ რამდენად არის ეს პოლიტიკური ერთობისთვის საკმარისი გრძელვადიან პერსპექტივაში? რით განსხვავდება ეს ერთობა თავისი ირაციონალურად ამაღლებული მოლოდინებით, მაგალითად გაერთიანებული ოპოზიციის მაშინდელი შემადგენლობისაგან? შეგიძლიათ იპოვოთ რაიმე განსხვავებები? მიუხედავად იმისა, რომ სრულიად სხვა ადამიანები, სხვა რესურსები და შესაძლებლობები დღეს განსხვავებული ფრაზებით საუბრობენ თავიანთ ამოცანებზე, პირადად ჩემთვის დიდი განსხვავება შინაარსში არ არის. რადგან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი მაშინ ბატონი ლევან გაჩეჩილაძე ამბობდა და ყველა მთავარი ლოზუნგი ეს იყო: მიშა წადი, მიშა გადადექი. დღევანდელ სიტუაციაშიც მთავარი მოთხოვნა, რაც გაისმა ჯერჯერობით,
ზუსტად იმავე შინაარსსა, ოღონდ ოდნავ განსხვავებული ფორმით. გამარჯვებად ისინი ჩათვლიან მხოლოდ იმ შედეგს, თუ კი საქართველოს პარლამენტში მოიპოვებენ 2/3 და მოახდენენ მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას, ანუ იმპიჩმენტს. ვინც ოდნავ მაინც შეხედილი არის პოლიტიკაში და საქართველოს მოსახლეობა უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო ჩვენ მოსახლეობამ პოლიტიკური პროცესების ანალიზის. მან იცის, რომ მშვიდობიან საარჩევნო პროცესში, ნორმალურ საარჩევნო პროცესში, ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში 2/3 მოპოვება თეორიულადაც კი არის შეუძლებელი. მით უმეტეს ოპოზიციური ფლანგიდან. ანუ ეს არის განუხორციელებელი მოთხოვნა და მოლოდინი, რომელიც ამ ხალხს შეუქმნეს. მოვა დრო, როდესაც მათ მოუწევთ ახსნა საზოგადოებისათვის, რომ ეს ასე ვერ მოხდება. თუ ვერ მოხდება, მერე რა ხდება? რა პლატფორმა რჩება სხვა, რომელიც აერთიანებს ამ პოლიტიკურ ძალებს ან ლიდერებს, ხო? მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი, სწორედ ამ კითხვებზე პასუხების არარსებობის გამო მე მრჩება შტაბ-ეშტილება და თვალნათლივ ვადევნებ პროცესს, როგორ ხდება ტრანსფორმირება ივანიშვილის ოცნებისა, რესპუბლიკელების და ალასანიას პარტიის ოცნებად მოხდნენ მომავალ პარლამენტში და არ აღმოჩნდნენ მომავალი პარლამენტის საზღვრებს მიღწევა. ანუ რესპუბლიკელების და ალასანიას ქართული ოცნება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მოხდნენ პარლამენტში. ამაში არაფერი არ არის მიუღებელი და გაუგებარი ყველა პოლიტიკური პარტიის ანუ ეს არის ქართული ოცნება მათთვის. პარლამენტში მუშაობა, იქ მოღვაწეობა, უფრო მეტი მხარდამჭერის მოპოვება, ეს საქართველოს შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ რომ მანდატებზე უარი ეთქვა ადამიანებს და შემდგომი პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად არ გამოიყენებინათ, ხო? გავიდა 4 წელი და ყველა მიხვდა, რომ ეს იყო აბსოლუტური პოლიტიკური სიბეცე. და არაშორს მხედველობა. ვინ აღმოჩნდა მაშინ უფრო პოლიტიკურად წინ მხედველი? აღმოჩნდა ამ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ჩვენით კი არ აღმოჩნდით. ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რა სურდა ჩვენგან ჩვენ სამომრჩეველს. ჩვენ პატივი პირველ რიგში ჩვენ სამომრჩეველს ვეცით. მათი შეკვეთა შევასრულეთ. რომელსაც წარსულში დაბრუნება კი არ უნდა, რეგრესი. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიცია კი არა ვართ. ჩვენ ვართ რეგრესის ოპოზიცია. და ჩემთვის სააკაშვილის მოწინააღმდეგეობა ავტომატურად მასთან მოკავშირეობის საფუძველს არ ქმნის. ეს მინდა ყველამ კარგად დაიმახსოვროს და ყველამ კარგად იცოდეს. ეს იცის ჩემმა ამომრჩეველმა. ჩემს ამომრჩეველს უბრალოდ სააკაშვილის წასვლა, ნაციონალური მოძრაობის დომინირებადი პოზიციებიდან ჩამოცილება კი არ ჭირდება. ჭირდება უკეთესი ჯანდაცვა, ჭირდება წესრიგი ქვეყანაში, არ ჭირდება ქურდებისა და კრიმინალების თარეში, ჭირდება ეფექტური სახელმწიფო აპარატი, ბიუროკრატია, რომლის კვალიფიკაციის ხარისხი იზრდება, რომ უკეთ ემსახუროს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ამავე დროს ჭირდება მეტი სამართლიანობა, ჭირდება თავისუფალი სასამართლო, ჭირდება სამუშაო ადგილები, საწარმოები, რომელიც იმუშავებს, ჭირდება განვითარებული ქართული სოფელი, რომელიც ქართულ ტრადიციებს შეინარჩუნებს და განავითარებს, ჭირდება ძლიერი ქართული ეკლესია, ჭირდება კულტურა და რომელიც თავის ამომრჩეველს მარტო მომხმარებლად კი არ განიხილავს, არამედ მოქალაქით. აი ეს ჭირდება ქრისტიან-დემოკრატ ამომრჩეველს. ამიტომაც ჩვენ გაცილებით დიდი მიზნები გვაქვს და გაცილებით გრძელვადიანი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან ჩამოცილება. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი მიზნების მიღწევის. ეს კარგად იცის ჩვენმა ამომრჩეველმა და ბევრმა იმ ადამიანმა, რომელიც ჯერჯერობით კიდევ ჭოჭმანობს, ვერ განუსაზღვრია თავისი პოლიტიკური სიმპათია, მე ვაფასებ მათ პოზიციას, ეს ნიშნავს, რომ ისინი ფიქრობენ, აანალიზებენ სიტუაციას, და რომელთა წინ კიდევ ერთი წელი აქვთ ამ გადაწყვეტილების მისაღებად და როცა თქვენ მეკითხებით, როგორია პერსპექტივა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი მეორე არჩევანი, ანუ იმ ადამიანებისა, რომლებიც სიმპათიით გვიყურებენ, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, აღემატება სხვა ოპოზიციური ყველა ძალის მეორე არჩევანს ერთად აღებული. ეს არის ჩვენი უზარმაზარი რესურსი. პირველ რიგში შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერი, მისი ინტერესები განვახორციელოთ ქართულ პოლიტიკაში და ამავე დროს ვიბრძოლოთ იმ ადამიანების დასარწმუნებლად, მოსაქცევად ქრისტიან-დემოკრატიულ პოლიტიკურ ფასეულობებზე, რომელიც ფიქრობს, რომ ქრისტიან-დემოკრატია უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების წესი. დიდი მადლობა.